გაემგზავრეთ გემოსა და ერთობის დაუვიწყარ მოგზაურობაში. არა? მიგიშვი რა უნდა დააჭირო რამეს თუ რა არის ძმა? ხედვა, აი კამერის ქიმიას ვერ გძნობ შენ. გაემგზავრეთ გემოსა და გართობის დაუვიწყარ მოგზაურობაში. ეს არის ბილი ბერკის ირლანდიური პაპის დევიზი. კოსტავა 77-ის სეტანტა სეტე. მე მათქვევი შესაქმარელო. სულ სიდოთ რომ ძალიან მაგარი სტუმრები მოიყვანო და დღევანდელი დღეც არ არის გავაკეთე. რა თქმა უნდა შესაქმარელო. ადამიანი რომელმაც უცებ ახლა ამას ისედაც ბევრს უყვარდა კაცო ეს თავისიანებს და ვიცი ცნობდა კარგად და ეხლა ყველას რო შეუყვარდა ისეთი კაცი გვაქვს აგერ სტუმრად. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი ფუტზალის ნაკრების მეკარე ალი ასლანი. ხარკიალი. ამ ხელა ხელებია ბიჭო ახე რა იმიტომ იჭერს ამ ბურთებს თო? მე როგორი ხელი მაქვს? მეც ხო მეკარე ვარ. შენ ხელი გაქვს ნავარდიშები. მაჯაში. ცირა, ნუ ინდეს მე გააკეთე. ინდეს ნუ იზავრო ეს კაცი. სად მოდიოდი თო? არა, იცოდა ერთი ინდეს ნუ იზავრო ეს კაცი ადგეს და პროტესტის ნიშნად და ასევე ჩვენთან არის ჩვენი სპონსორი, ჩვენი მეგობარი კომაგი. გავარჯვება მოხდა ორმაგი. ბიჭო, აი შენს კაცი მოვიდა როგორ განწყობაზე ერთ თამაში 33 სეივი იქ 11 მეტრი მოვიდა კომენტატორებთან მოვედიო იქო ის იქნებაო ეს მაგარი კიდევ დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად შენ ახლა ფუტზალის ნაკრებში ხარ და იგიჟები არც იქ არ გაკლიათ გასაგებია იცი რა გიჟი უნდა იყო გიჟი და გიჟზე გიჟი ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან ძმაო ოქრო ხარ დღეს უფრო სლად ვისაუბრებთ რა ის შეზღუდული ეთერი არ აქვს ბევრი საინტერესო რაღაცები გვაქვს მოსაყოლი პირველ რიგში გილოცავს მომ ამდენი ხანი ლოდინის შემდეგ აბა თამაშის წინა დღეს ხორვატიის თამაშის წინა დღეს მიიღო პასპორტი წარმოიდგინეთ იქ იყო და შეიძლება ვერც მოესწრო და არც გეთამაშა და უბრალოდ იქ ამ პირველი ოფიციალური ეს ევროპის ჩემპიონატი მოდი ჯერ დავიწყოთ ფერეიდან მე ნახე ბევრი რაღაცები ნახე აქ და ნუ არ ვიცი ხა ძალიან ის არის რა ქვია რა ემოციური თემა არის ძალიან საინტერესოა და აი როგორ ისდებოდი იქ რა ხდება 400 წელი წარმოიდგინე ენის შენარჩუნება ეს და დიალექტით წავიკითხე რომ აი კახურს გავსო რაღაცა რა ხო კახურს გავს ხო კახურს გავსო და აი ალი როგორ წაუბროსო აი ის სცენარიო რომლითაც ჩვენი ძველი წინაპრები საუბრობდნენ მოგიყევი შენ აი ბავშვობის როგორ ისდებოდი რა ხდებოდა და ანჩეზე მე ვიდაპარაკე დიდი მადლობა მოწვევისთვის კი გარი ხარ პირიქით ფერეიდანი არის ძალიან მაგარი ადგილი ჩემთვის, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველას კი 400 წელია დაახლოებით, რაც შააბასმა გადაასახლა ქართველები იქ და ქართულად ლაპარაკობენ, ქართული ტრადიციები აქვთ კიდე. ძალიან მაგარი ადგილია. ისე აი კახურიო და ბიჯო არის, ბიჯო. ახლა იქ პაპა არის. ბაბუა არა, პაპა კი. ხო, ანუ არის აღმოსავლური, ხო. ისე აქცენტი არის უფრო კახური, იმიტომ რომ კახეთიდან გადაასახლეს, მარტყოფიდან, გურჯანიდან. კი ბატონო. აი ეს ენა, თქვენი ეს დიალექტი, ენა საუბრის მანერა ერთგვარი არქივი არის რა. აი რაც წაიღეს მაშინ და ეხლა მაშინ ხო საქართველოს დაცლა იყო ის აზრი გადასახლების. ამდენი წლის მანძილზე რაღაცა გენიალური ფენომენი არის ეს რა. იქ საქართველოს სიღვარულით გავიზარდეთ ჩვენ. ენაცვალი. ეგრე არის, ახლა რამდენი წელია იქ ვარ და ჯერ უნდათ რომ ჯერ რელიგია შეცვალეს. მერე დაიწყეს გვარებზე ანუ შეცვლა. თქვა ასლანიშვილი თუ იყო ვიღაცა, გახდა ასლანი. გიორგაშვილი თუ იყო ვინმე სხვა გვარი მისცეს, იმიტომ რომ შვილი რო წაშალონ, მაინც არ აწყობთ. დაიწყეს ესეთი რაღაცები, ძალიან მერე არ უნდათ ვინმე რო ილაპარაკოს ქართულად. მაგრამ მაინც ხო ლაპარაკობთ. ხო რა, აი როგორ აი ეგ რაღაც გენია ხო ჩვენი ხა თავს კი არ ვიქებ და ჩვენი ისტორიას რო გადახედო სულ მუდამ მქონდა ომი, პრობლემები, მაგრამ მოვედი დღემდე რა და კიდე ბევრს გავივლი, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა გაჭირვება და ის იყოს რა ქვია რა. ხო, ეს გეთანხმებით, ქართული ალი, აი 8 წელია ხო რაც აქეთ ხარ, ჩამოხვედი. იქიდან
აი სიყვარულიოს ყველაფერი ქართული იქიდან აი როგორ ჩანდა რა აი აქ სპორტული ამბები გინდა რაც გინდა მიმდინარეობა ქვეყნის რა აი უფრო გიმძაფრებდა ხო სურვილს რომ ჩამოსულიყავი და აქეთ სულ იქ გულშემატკივრობთ ქართული სპორტსმენებს გინდა იყოს ჭიდაობა ეხა ირანთან ჭიდაობა იმისთან არის იმაზეა დონეზე რომ მე ვიცი რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს საქართველოს ხო თავისუფალი ჭიდაობაში ბერძნულ რომაული თუ როგორ არის ბერძნულ რომაული შენ როგორც გინდა ისე ეგ არის თავარი кайფი მან ხო ანუ იქიდან ჩვენ გულშემატკივრობთ ნებისმიერ სპორტზე ნებისმიერ სპორტსმენს თავარია იყოს ქართველი აი უყურე იმას ვკითხე ChatGPT-ს რა უცებ ხა და რა დამიწერა 1614 წლის დიდი გადასახლებასა და 2026 წლის დიდ დაბრუნებას შორის ალი ასლანი არის სიმბოლო წვეთის დასრულებისაო. ხედავ შეიძლება. რა ხედა პასუხისმგებლობა დაგაკისრა რა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და ფოლკლორიც რა საკაიფოთ აქვს არა იქ შენარჩუნებული ნაზავი ქართულთან რაღაცა აი რომ მოусმენ ეგ არის იტყვი რა ფესვები საიდან მოდის. შენ სხვა შორის არ ხარ ერთადერთი ალი ასლანი ცნობილი. მოჭიდავი იყო 2022-ში სუპერ ჩემპიონი გახდა. და კიდე 304 სპორტი ყოფილა განვითარებული. აი 2500 მეძე არის სპორტი და ბევრი ტურისტები ჩადიანო 304 სპორტია განვითარებული. სპორტი ზოგადად ირანში ხა ისეთი არა ფეხბურთი თვითონ ფუტზალიც მაგარი უნდა იყოს. ფუტზალიც მაგარი. რა ხონდა არჩევანი? ირანის ფუტზალი ის არის განვითარებული, კარგია. ტოპ 5-ში არის ხოლმე. ეხლა არის მე-6 ადგილზე სოფლიოში. ხო, ნორმალურად თამაშობენ. ფუტზალი ხელბურთით მე ბევრი ვიცი და ვიცნობ აქედან იქ რო თამაშობდნენ ხელბურთსაც რა. შენ გინდოდა აქეთ წამოსვლა და როგორც მე ვიცი ოჯახის გიწყობდა ამაში ამ სურვილში ხერს, ხო? ანუ მამა ჩემი ადვოკატია, ძალიან უნდოდა რომ მეც გავხდე ადვოკატი. ანუ კვირაში მიდი ორჯერ ითამაშე რა გინდა ფუტზალში. ეგ მაგრაიცია მშობლები, მამა ჩემს უნდა მე ფიზიკოსი გამხდარიყავი ჩემი, აი რა ვიცი. კიდევ კარგი, ვერ გნახავდი მე. გალი უკვე შენ? კი შეაგე. ეს ეცი გასროდალეს. აი კვინტო ნაცადე. და მე როგორ იყო თვითონ აი ხელშეწყობა, წამოსვლის პროცესი? ხო მე იქ უმაღლესი ლიგას თამაშობდი ირანში. და აქ ჩამოვედი სინჯებზე. ანუ ესე მინდოდა რომ აქ ვითამაშო ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა ეხლა პირდაპირ გუნდში მიდივარ თუ სინჯებზე მიდივარ მე ჩამოსული ხო? ჩამოვედი ერთი ამხანაგური თამაში გააკეთეს რომ ანუ გენა ხო ენა ხო მე 7-1 წავაგეთ ერთი 50 ბურთი ავიღე იმდენი გიტყეს ხო ისეთი სპეციალო დაგაყენეს ეთქობა ეგეთ გუნდში რომ რა ხორვატიასთანაც ეგრე ჩანდა მაგრამ აიღე ეხა ის გამახსენდა მამარდას რომ ბერავდნენ ხოლმე ვალენსიაში რო იდგა სუკა და ხო ანუ ერთი პენალტის ავიღე იმ თამაშს და მე მითხრეს შეგიძლია დაარჩე და გუნდში გააგზელო ესე მოხდა მაგრამ აი ბოლო დღეებში ფიქრობდი რომ ხალხს ეხლა ისე როგორ უღვარ ამ როგორ არის მე ფიქრობ რომ ფერეიდნელი რო ვარ ამიტომ უღვარ ხალხს თორე ჩემზე მაგარი ფეხბურთელის იცია ნანახი აქვს ჩემზე უფრო სიმპათიური არის ეხლა არსებობს ერთი ფერეიდნელი რო ვარ ან მარტო ეგეც არ არის რატო შენ ხა თავდაბალი კაცი ხარ შენი მიდგომით შენი თამაშით რეებიც აკეთე ეგ სიყვარული ისი არ მოდის მაგანაც მარილი მოაყარა რა თქმა უნდა ფერეიდანის თემა ყველა ქართველისთვის არის ძალიან ახლო და ჯერ ერთი არის სამაგალითო ყველაფერს თავიდან ეხა რამდენი არის წასული ძმაო და იქ დაბადებული და საერთოდ ქართული არის და არაფერი ქართულთან არ აკავშირებს არა თქვენ სხვანაირი ხალხი ხარ და რა თქმა უნდა პირველ რიგში მაქედან წამოვიდოდა მაგრამ მე რო გაგიცნობს ადამიანი ეხა რა ვიცი ეხა თან ამ ფუტზალის ნაკრებში ეხა სამფიქრება ადგილი სამსაგიჟეთში თან მეკარე არ არის თან მეკარე ყავდა და ეხლა შე რა არის კიდე პენდების აღების აი რაღაცა ისა გაქვს მუღამი თითქოს ხო ძალიან ბევრი პენალი გაქვს ხო აი გავშალოთ რა ეგ ამბავი იქ მოკლედ ვთქვით და ისა თვითონ თამფერიდან ისე დაუბრუნდებით რა თქმა უნდა და თამაში რომელმაც შეცვალა ყველაფერი ეს იყო ხორვატია ხო დიახ მე მაგათ არის რო გითხრა რო დავინახე რო კარში შენ მეთქი ვინ არის ბიჭო ეხლა კი ვიცოდი აქ მაგრამ სახეზე ესე კარგად ეხლა ხო ხვდები თამაშებს რო უყურებდი
რო დავინახეთ ბახ ბუხ ერთი მეორე მერე შეწახილები მერე ისე კვინტონ ხო გჯეროდა რომ აიღებდა კვინტონი ბებიაში ახალი სახელია კვინტონ ფორტუნი ამის ეს არის ფავორიტი ადრე იყო ესეთი პრაქტიკა რომ საბჭოთა კავშირის დროს ცოტა გიჟი არტისტები მიყავდათ რომ გაერთო გუნდი და ეს აიყვანეთ ხოლმე თამაშების წინ და მამათრახებს ეს ჩვენ სპორტზე სიტყვით გამწყებლა უფრო მეკარეს პოზიციაზე უნდა იყოს გიჟი. აბა რა თქმა უნდა. ისე აი რო დაიწყე ბავშვობაში, ხო იცი ყველას გვიყვარს აქუჩაში ბურთის გაგორება და ამბავი და თავიდანვე აირჩიე, არ მოდი რა კარში ჩავდგები. არა, მე ბავშვობიდან გეუბნები. ბავშვობიდან მინდოდა რომ წინ ვითამაშო, მე შემოდია რაღაცა. ნუ და რა იღეს? მადლობა. და ორივე ერთად დალია და იქნება წახვიდე ბავშვი დაგონებო. მადლობ კვინტონ, მადლობ ჩემო სიხარულო, ჩემო საუკეთესო ფასად გინესი ბილიბეკის ბავში და უმაგრესი ხარისხი. რაც ყველაზე მთავარია. ისე ჯერი ფერედაზე და მე გადავიდეთ ამ ხორვატიაზე ცოტა დავასწარი მოვლენებს. თვითონ აი როგორ იზრდებოდი? აი ბავშვობაში რაღაცა სკოლა, მეგობრები, დები, ძმები რამდენი ყავს, როგორ? აი ეგენი ყველაფერი გაინტერესებს რა. მარტო ფეხბურთზე არ ვილაპარაკო დღეს. ორი ძმა მყავს, ერთი არის უფროსი, ერთი არის პატარა. ძალიან დამეხმარა ჩემმა უფროსმა ძმამ. იყო ჩამოსული? იყო ჩამოსული, ხო. ეხლა თეირანშია ჩვენ მოკითხვა აქედან. სათბური. მარცხვის სათბური. როგორ ვიждები ესე მიყვარს. და ხო ერთად მუშაობდით, ეხლა მე ჩამოვედი აქ და მარტო მუშაობ. დატოვე მარტო. მოკითხვა აქედან დიდი სიყვარულით. მადლობა. ჩამოგვიტანეთ ეს ვარტო რა. შენ რა ძალიან არის ისე. ო, ჩვენ ჩავიდეთ ნუ. ბიჭი, შენ ამას ეზოში ხუმრობის გარეშე ვამბობ, საგურამოში, თოვლი გადავკეკე, რამხელები. იანვარში ქონდა მარწყვა ბიჭო. აი კვინტონი წელი გასდო მე მოვკვდა და ეხლა შენ რო გეცოდინება აი ტექნოლოგიები და კითხავ მე. ანუ კარგი ზამთარში უნდა იყოს სათბურის მარცხვი. თორე სხვა სეზონზე არის. სათბური არა, კაცო ეზოში მქონდა. გასმაშებული ქონდა. ესე ვიუბრალოდ ვერაკეთებდა ისა ხელი და გვაჩუქა ეს ზირები. ჩავრგეთ და 3 წელი აი მარცხვები არაფერი არ გავიკეთებია. რო იძახიან დიდი მარცვა სასუქიანიაო. ეგრეც არ იყო. შენ ხო სასუქი ხარ მარცვა თუ არ წამიმდენი რო გაქვს. ძალიან მიყვარს მე. არა რომ დაშაქრავ ზემოდან და გაუშვებ მაგარია. დაშაქრავ. ხო და ნაკინთან ხო შედევრია. ხო და იქ მუშაობს ახლა ძალიან უყვარს საქართველოს. აი რა თქმა უნდა ფერიდნელია და უყვარს. კი. აქ იყო რამდენიმე ჯერ. როგორი ამაყებდა ეხა მაგამ ბიჭერა იქ რო. აუ ეხა შენ რო გამოხედი ხორვატიასთან და რო იქ რო დაიყო უყურებდნენ ეხა ყველა ვარიანტში რა. რა თქმა უნდა. ალბათ რა ემოციები ექნებოდათ. ირანში დარეკა ტელევიზორში და ლაივი რატო არ არის ჩემს მის თამაში. ევროპის ჩემპიონატია თქვენ რა იცით რა არის ევროპის ჩემპიონატია ლაივი რატო არ არის და იჭყობა იქ. გიგარი. პატარა მხედა? პატარა არის 18 წლის. 18 წლის. ხო, ნუ დიდი ყოფილა ეგეც ეხა. სპორტშია ჩართული? ჩართულია ფეხბურთელია, მაგრამ ფუტზალი არა დიდი. დიდი ფეხბურთი თამაში. ვა, იქ რა გუნდშია? იქ 18 წლამდე არის კაი გუნდში არის. ვა, რა კაი. ჯერ დიდების გუნდში არ არის უმაღლესი. ხო, დუბლებში არა. ხო, ანუ პატარების. ვინიცის მერე საქართველოს ნაკრებშიც ხოდეს. დასწრება იქ ხო ძალიან კარგი რა შეფე რა ხდება. არა, ფუტზალს მეუბნები თორე დიდი კი გვაქვს ხა. 1-3-4 არის ფანი თამაშზე რომ ხარ და დიდ ფეხბურთში ეხლა თეირანის სტადიონი არის 100,000 არის. ხო. გლესიანი რო თამაშობდა. ხო, გოლი რო გაიტანა ბოლო წუთი თავით. იყავი მაგ თამაშზე? თამაშზე არ ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი გუნდია. აჰა. რო თამაშობდა. ისე იქ ჩასულ ქართველებთან, აი თუნდაც გველესიანი რო ახსენე. იცნობ გქონდა რამე? რამდენი მოთამაშე ჩამოვიდა ირანში. ხო. მე Instagram-ში, Facebook-ზე მივწერე. იგი თუ რამე გინდათ, აქ ვარ თეირანში ვარ. რა დაგჭირდებათ აქ ვარ და 1-2 მიფასუხეს, 1-2 რა თქმა უნდა არ მიფასუხეს, მაგრამ მე ხა ხო ყველა ხო ეხლა შეიძლება არ უნახავ. ხო, მაგრამ მე ჩემი გავაგერ, მე ჯიგარი ხარ. ეხლა პირიქით წამოვა მიწერ-მოწერა. მახსოვს რომ გიორგის გარდა ერთი მეკარე ჩამოვიდა ირანში, მაქსიმ ქველითა. ქველითაია, ქველითა ძალიან კაი ბიჭი იყო, კარგად იდგა. და კიდე ერთი ჩაბრაძე. ჩაბრაძე თამაშობ.
აი ეს თვითონ აი ესეც ბევრმა არ იცის და ამაზეც მინდა რა, ეხლა მე ბევრ რაღაცებს წავიკითხე გუშინახე ზეპირად ყველაფერს ვერ ვიმახსოვრე, აი ეს მარტყოფის სიმბოლიზმი, ანუ შენი ქალაქი მე რომელსაც ქვია ჩემთვის ფეხრეიდუნ შაჰრი. ფერეიდუნ შაჰრი არის ირანული სახელი, მაგრამ ქართველებს იქ ამბობენ რომ მარტყოფია. ხო. მარტყოფი და რამდენიმე სოფელი არის რომ ცხოვრობენ ქართველები. და ქართული სახელი. ეს არის შენი მშობლიური ქალაქი, ხო? დიახ, ეხლა ჩემი სოფელი არის ჩოღრუთი. ჩოღრუთი. გვერდზე სოფელი არის თორელი. ანუ სპარსული სახელები არ აქვს. თორე ხო? კი, ეგენი ნახე და ძალიან გამიხარდა რა, რომ აი ქართული სახელები როგორც ამბობენ, რომ ისტორიულად მარტყოფლებმა დაასახლეს, მაშინდელმა გადასახლებულმა მარტყოფიდან ვიცი ხო გადასახლებული მათ რა. ხო, მარტყოფელი ვარ ჩვენ. მარტყოფელი არა ხარ, კახელი ხარ ჩვენ. ხავი აქ რო ჩამოხედი ისე მარტყოფში ხარ ნამყოფია, აქაურ მარტყოფში. მარტყოფში არ ვარ ნამყოფი, არა, ჯერ ჯიგარი ხარ კაცო, ჯერ ყველაფერი წინ არის. შენ იმდენი სიყვარული მოიპოვე უკვე და ისე იმ გზას დაადექი. რო არ ვიცი რა, Facebook-ს არ იყოს, აქე წამოვა ყველაფერი. კახეთის სოფელი მარტყოფიდან ირანის მთებამდე და მერე საქართველოსამდე ალი ეს წნე დაარტყა რა. და ეხა უკვე ნაკრების მოთამაშეა, აი ეს დიდი სიამაყით გვიდოს და ამ შობელძაღლებს სიძიმე გაუკეთებიათ, კი მაგრამ დამივარდა წეღა. მე ავიცი რომ ალი ვეღარ ვიცენ მე კი მითხეს ბოლოსკენიო, მაგრამ ერთ საჩქარი მინდა შენ გაიგეთო. გულწრფელად, მთელი გული და სული. მადლობა. აი ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეკვეთილი საათი, ჟაკლემანი არის ეგეთი ბრენდი საათების, რომელიც ჩემპიონთა ლიგასთან ფეხბურთ UEFA-სთან თანამშრომლობს უკვე მრავალი წელია. ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის საათია, სადაც პირველ თუ მეორე ლიგის ფინალზე რო ვიყავი ქვეყნი და ეს არის ის რაც შენ ძალიან მოგიხდება რა. ეს არის საქართველოს ნაკრების ძალიან დიდი საათი და აპლოდისმენტი. აი რა ვიცი, ჩვენგან მინდა რომ ძალიან გულწრფელად რომ აი ეს შენ კონდეს მაო, რა ვიცი, მე თუ გინდა აი ძალიან ლამაზია, დიდი თავისი მადლობა. ლამაზი ყუთით მინდა გიორგით და ჩხ სამახსოვრო ჩვენგან კონდეს. მადლობა. ჯიგარი ხარ. ბევრი სიხარული შენ. მოგიხდება რა ფერებში. ეს ხომ მოგივარ და ციფერი იმიტომ ხარ კვინტონაში ანგელოზო. იმიტომ ჩვენ გვაქვს კითხვები, მაგრამ ვიდრე მაგამდე გადავარდ ისე დავუბრუნდეთ იმ თამაშს, რომელსაც ყველაფერი შეცვალა. მაგრამ ბავშვობაზე რო არ გვიკითხავს პეზოში თამაში და რაღაცები ხო რა, მე ზახო არ ჩაგრავდა უფროს. მე ცონის პრობლემა მქონდა ძალიან ცონაში ძალიან მე შევწამ რა. ბიჭო მოვიდა გამოაცური აქეთ კომაქს შენ თუ გინდა მიირთვი რა ვიცი რა. ოდეო 112 კილო ვიღავი. 112 მე ჭიდაობა რატო არ დაიწყე? მე ძალიან მინდოდა რომ ვითამაშო. მე ხო ანუ შენი უბნელები ამბობენ რომ აი ეს რაც გვინდა რა უნდა და ჩემმა ძმა იჭყობოდა რა უნდა ითამაშოს მე ვიძახი და უნდა ითამაშოს ეს უეჭველი უნდა ითამაშოს ეგრე ამბობ 12 კილო რა უნდა 200 ჩაუდა ძიმე ფორვარდი იყავი ხო და მე მითხეს მაინც მოდი ახლა კარში დადექი ვერ გაგიტანხო და დაიწყე მე დავიწყე ხო მაგრამ ისე მინდოდა რომ ვითამაშო წინ შემთხვევით. აჰა. გოლები გავიტანე. ყველაზე გრე უნდა ეხა კამპი. ისე ფუტზალში ხა მეკარეებს დიდ ფეხბურთშია და იტანენ კუთხურზე აგერ კი ვნახეთ რეალს რო შეუდგეს. ეხლა განვითარდა. ეხლა ბოლო 5 წელია თუ 7 წელია მეკარეები მოდიან წინ და კარში სურტყავენ. პასებს უნდა უფრო რისკავენ. ისე აი ბიჭო იქ რო ვეღა ბოლომდე ვერ კითხე რა ჩვენ თან რო იყავი გადაცემაში და აგერ ეხლა კითხავ რა. იმდენი ბურთი აიღე, თან ხელთათმანები არ გიკეთია. ხო. აი არ გტკივა. ხო, მან ხო ჩვეულებრივად ზოგს უკეთია, ზოგს არა და აი როგორ იმას უფრო გზნობს ალბათ. არა, უფრო გზნობ. აჰა. უფრო გზნობ და უფრო კარგად ხო. ანუ ვარჯიშებზეც არ გიკეთია? არა, ვარჯიშებზეც არ. გოლი რამდენი გაგატანილი? გეკრება. მგონი საქართველოს ჩემპიონატში მაქვს 11 გოლი. 11. უგდები თავზე. თუ ჩადიოდი იქ, თუ რა შევოდი? ისეთი გოლების მაქვს კარიდან კარში გავითანე. რამდენი გოლის მაქვს, რომ ცენტრიდან ისე ზედმეტ რო თამაშობ, ხო? ხო, პასი და მე დარტყმა. ყველაზე კაი დარტყმა ისა აქვს შენთან აკრებს. ჩემი აზრით აქვს არჩილ სეპისკვერაც. აჰა. გინდა სეპისკვერაც პრიჩოსკა? პრიჩოსკა არა, მაგრამ გამოცდილება მინდა. გამოცდილება? არა, ეგ ლეგენდაა ძმა უკვე. კიდე სეპისკვერაცეს მარცხენა ფეხი მინდა, მაგრამ
ის არის ცხოვრებაში ხარ რა პირველად რო გაგიცანი ჩვენთან რო იყავი 7 კაცი ხარ რა 7 აი რამე აი ხო 7 ესე ერთ შეხედვით არა იქ გარდასახვა ხდება იქ ეგრეც უნდა იყოს აბა ხა ფლეგმა არ უნდა იყოს მეკარე აი პირველი თამაში თოთან ძირითადში ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატს ფსიქოლოგიურად როგორ აკონტროლებთ თავს აი მე ბევრის გამსმენია რაღაცა თავისი ინდივიდუალური ის აქვს რა მომზადება როგორ ემზადები აი როგორ მოემზადე ცოტა სხვანაირად არის ჩემი მომზადება ბიჭებს დამცინეს იქ დილით თამაშის წინ ჭამე ნუტელა კვინტონსაც უყარს ძალიან ხო ნუტელას ჭამდი და ბანანებს ეს უაცილე ბიჭო შეგვეპიპი ამას აღარ მოუტანოთ დასალევით რა კვინტონი ბებიაშენია თქო 9-ზე გიცხა შენი ფავორიტი მაი დაამთავრებინე ისტორია რა შეშეაწყვეტინე ბოდიში ნუტელა ბანანი რაღაცა ქიშმიში ქეშიო რაღაცებს ჭამდი და ბიჭებს ძალიან დამცინეს თამაშის წინ და როგორ უნდა ითამაშო მე თამაშის წინ ჩემ ოჯახს ვურეკავ მამა ჩემს დედაძემს ის უნდა ვითამაშო რომ იცოდეთ ეგრევე მამა თამაში მაქვს დედა თამაში მაქვს მიყურეთ ესე და მე სხვა არაფერი არ ტრადიციას ესე იგი არ არის სულ ეს ისინი რას ჭამდნენ ისინი შენ რო დაქცინეს ნუტელა კოლორიულია ბანანი მოხარშული კვერცხი ეს რაღაცები ხო და მე ყოველი მაჩის წინ ეგრე აკეთებ ხო ჭამაგი უშო მეკარი ვარ შენ მორაგბე უნდა გავხდარიყავ ისინი ყველაფერი ჭამენ ბიჭო მაგათ არა აქტის რა ქვია სტეიკებს ჭამენ იმებს ჭამენ რაღაცეებს ჭამენ რა ვიცი ყველაფერი ხო მე ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. ო, შენი ფავორიტი, შენი მესი საჭმელი რომელი გაფიქრე? ბაჩოდი. ხინკალი მეორეზე. ო, პირველი სვანური კუპტარი. ო, შეგენაც ვიყავი მე. არ ვიყავი, მაგრამ საჭმელი მაქვს. ხო, მაგრამ იქ უნდა წახვიდეს, სილამაზეა შეიძლება. შენ თხილამურით გიხარ? აა, თხილამურით თუ იცი, ხო ტრასებიც ხო არის იქა და მაგითო გეკითხები რა. არ ვარ. არგი არ დადგე ხა ფეხი ამ ტრამა არ დაგე. ო, სვანური კუმდარი. ხო, და ესე იგი არა, კუმდარი სერიოზული გემოვნება ქონია. კი. თორე ჩვენთან რო ჩამოდიან ხოლმე, დიდი ხანი საქართველოს ესენი, ყველა იძახის ხაჭაპური, ხინკალ, ბანალურად რა ხაჭაპური. კუმდარი ხა ტოპ 5-ში არის ჩემი აბა სვანური კუმდარი, ხინკალი, ოსტრი, შკმერული ხაშლამი ბიჭო კახელებს ექინება. ხაშლამის იცი რა მიყვარს სენიორ შენ გენაცვალე აი შენ სიტყვებს გაუმარჯო საქმე რა მე ბოდიში რა მშია რა ნავარდი თქვენ თუ გნებავთ მიირთვით აი რომ მოდის აი შო დიდი მითხონჭი თუ სინით რომ აი მე რო თანთალებს გიждები და მე სამშობლოს ურჩევნია თამა შენ ხარ ეგეთი ხო და მე მევასებები კახეთში დაგურებული პაპაკაცები რა წკაპ დანას გააძრობენ და ნიორს რო ათვიან ხაშლამა არის შედევრი რა ძალიან მაგარია ძალიან ოსტრი რო გიყვარს აი ერთხელ დასავლეთში რო წახვალ რიკოთან ეგრევე დააპარკინგე აი ეს მოუწურე გაუნაკითხო აი ფერეიდნელების თუ ის სპორტი არის ხო ერთ-ერთი დამკვიდრების საშუალება ირანში თვითონ იმიტომ რომ ფეხბურთ ნაკრებშიც და იმაშიც ქართული წარმოშობის ისინი იყვნენ ფეხბურთელები რა ჩვენ იქ ფერეიდანში არ გვაქვს საშუალება რომ ვითამაშოთ გუნდში, ანუ არ არის კარგი გუნდი ფერეიდანში, არც გუნდი არის, არც კარგი უნივერსიტეტი არის ისე რომ მე მოგვიცევს რომ აი თქვათ თეირანში ან ისპაჰანში. ყველაზე ახლოს არის ისპაჰანი, ისე ფერეიდანთან. აი ცხოვრობენ ქართველები იქ ისპაჰანში. არის კარგი გუნდები, მე მოგვიცევს იქ ვითამაშოთ. ხო, ნუ გასაგები ხა იქ თუ არა და ის ერთი გუნდი ხარ მოებას თავი და ძალიან მინდა რომ გუნდი რომ გააკეთდეს ეს რა ქვია რაღაცა ისე თემა ხები შეიძლება მოხდეს კიდევაც საუბარი. ძალიან კარგი იქნება. აქ როგორც ვიცი ერთი გუნდი არის საქართველოში ფერეიდნელები რო თამაშობენ ფესვები. კი. ხო, ანუ ძალიან კარგია, მინდა რომ იქაც იყოს, თქვა ფერეიდანში იყოს უმაღლესი ლიგის გუნდი. მაგ დროს მოვა თავარია მშვიდობა იყოს რა, საბოლოო ჯამში რო მშვიდობა დამყარდეს, რომ ყოველდღიაც არ გაიგო, რომ იქ რაღაცა ხდება ისა და ეგეც ალბათ ეხა შენთვის დიდი ტკივილი და ის არის ეხა. ძალიან ხან აქცია არის, ხან ომია, ვერ გავიგეთ. ამწუხაროა ხო ეგ ძალიან, მაგრამ თავარი ეგ არის მართლა რა. დაწნარდება სიტუაცია, ვერ გავიგეთ. რამდენი წელია ეხლა ეგრე არის.
დაიწყე თუ გიდა გადადი კითხვებს. არა, კითხვებს კიდავს, მაგრამ ხორვატია მინდა რა. თავისთავად. ცოტა გავშალოთ და თან შიგნითაც მინდა სიტუაცია ხა. ოთახში ვის ერთად იყავი? საბა თხეშელაშვილი. ჩემი გუნდელის არის აქ საქართველოს ჩემპიონატში. რა იქ ერთად. ხო, კაკოს. ხوار ხრნავს ეგ. არა. არა, ძალიან კარგი. დიდი გეხომრე საბა. თან ახლა ითამაშა ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენი მოთამაშე ერთი შოთა ტოპურია ტრამვა ქონდა ჩვენი ფიქსო. ეგ პრობლემა იყო ჩვენ. ძალიან დიდი პრობლემა იყო და მეორე თამაშზე თოდუმა იყო ბარათი და მესამე თამაშს თოვა. დათოვა. ეგ პრობლემაა, მე ორი მოთამაშე საბა ითამაშა ძალიან კარგად. კი. არა, ხორვატია და საფრანგეთთან ხარისხი რო ყოფილიყო ეგეთი პირველ თამაში, ბოდიში ხა. ხო, თუ კასტანადე თვითონაც იცით ჩემზე უკეთ რა. დიდი შანსი იყო რომ ის თამაში ხა, თან ის დებიუტანტი იყო, სახში იყო, ამდენი ხალხი, წნეხი იყო, ის იყო და არ გამოვი, ამდენი მომენტი იყო. ამდენი მომენტი. აგიჯდები. ხო. 10 ბურთი გავუმაზეთ. აბა, 10 ხო მინიმუმ რა. ალტუკამ იმიტომ თქვა ეგ, რომ თელ ტურნირზე ყოფოდაო რა, იმდენი ბურთი ვერ გავიდანე. ვერ გამოვიყენეთ შანსები, თორე თამაშს მგონი მორჩებოდა 10-ით 4. აი, რამდენი ბურთი გავა. ის 4-ით ერთი ის იყო, ერთი ეკოშეტი, ერთი ის იყო, ეხლა ესეთი ბურთები იყო, შეიძლებოდა რომ 1-2 მაინც არ გაგვეშვა, რა ვთქვა, მეკარეზი კი არ ვამბობ, კაცო. ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე ვიძახი. თან იცი რა, ეხლა ჩვენ მაინც ფავორიტად ვითვლებოდით აქ თამაში რა. ნუ ჩვენ გეგონა რომ მოვიგებდით ყველა და ჯეროდა ხო აბარა პირველ თამაში არა ის ფაქტორი რომ მაგათან სახში ტარდებოდა თან დებიუტანტი იყო მოიკლეს თავი ძმაო დისციპლინებულად თამაშეს ყველაფერი ქნეს ეხა რაც შეიძლება და თან აი გახსნის აი პირველი თამაში ხო ძალიან რთული მასპინძელთან ძალიან ცუდია მით უმეტეს მასპინძელთან აი რომ გამოდიხარ რაღაც მომენტში იცი რა გამახსენ და ევროპაზე რომ პირველად გავედით აი ეს ჩვენთვის კი თქვენ მეორედ გახვედით მაგრამ ფუტზალის ნაკრები მაგრამ აი პირველი თამაში თურქეთთან აი ზუსტად ბევრი მომენტი მქონდა ძალიან ბევრი და აი ემოციურმა ფონმა აი ეს შენი ინტეგრაცია აი თსუ კსუ ესენ რო გავიხსენოთ და აი მოქალაქეობის მიღების მომენტია ესენ რო გაიხსენო რა ხო იცით რომ თამაშის წინა დღე ავიღე პასპორტი მაგის წინა პერიოდი ხო იყო რატო ლოდინის საბუთების ყველაფერი ემოციური მე 2 ამხანაგური თამაში ვითამაშე პასპორტის გარეშე მითხრეს რომ იქნება მომავალში მაგრამ არა ადვილი ახლა ფრეიდნელებისთვის პასპორტის აღება როგორც მე ვიცი ახლა მე არ მქონდა ეს პრობლემა მაგრამ არიან ფრეიდნელები რომელიც ბინადრობის მოწმობას არ აქვთ. ანუ შეიტანეს საბუთები იქ იუსტიციაში და მაგრამ უვარს უარია ხო ვიცოდი რომ არა ადვილი, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, ვარჯიშობდი. მე 18 იანვარს გუნდი წავიდა და მე დავრჩი საქართველოში. იცით როგორ გავიძინე ის ღამე 18-ში. იმედი მქონდა მაინც მაინც მქონდა იმედი, მაგრამ ძალიან ნერვიულობდი ისე დავიძინე. ველოდებოდი თან ხო იცით შაბათ კვირა არ იცლებაო სამუშაო დღეო ის რა 2 დღე იყო დარჩენილი პასპორტი არ მაქვს გუნდი იქ ვარჯიშობს რიგაში ხაზე იყავი ხო ის ხო ათუგა რამე ინსტაგრამში უყურებდი ის ვარჯიშები როგორ არის ვა ფოტოები დადეს გუნდის სურათი მე არ ვარ რა დაგაძინება და ხო მე არ ვარ და ხო კარგია და მე განაცხადი ვნახე 20-ში დილით 20-ში დილით ნახე განაცხადი რომ ჩემი სახელი აწერია და საქართველოში ვარ პასპორტი არ მაქვს ხო ეგ ეს საინტერესოა ჩასვლა როგორ მოახერხე ესე უცებ პასპორტი ვიზა ხო თუ არ გვინდოდა იქ ვიზა არ არის ლატვიაში ხო შენ მარტო წახვედი ხო იქ მარტო არა კი მარტო ვიყავი თან რამდენი ხანი იყო ჩვენ შევითანეთ საბუთები ერთი
20 დღე ალბათ. ხო, ნუ მაგრამ ხო უნდა არ ვიცი რამდენი თვე უნდა ზუსტად. ლოდინი უნდა რა. მაგრამ ეხა ვიცი რა, ბოდიში ეხა უნდა შეგაწყვეტინო, მაგრამ როცა ეხა ნაკრებს ეხება და მეკარებს ეხება რაღაც დაჩქარება მოხდა ხო საბოლოო ჯამში ეხა ეგრეა. საბოლოო ჯამში ბოლო დღე მოხდა. შენ აქ იყავი როცა ის მიიღე პასპორტი? დია. და წახვედი ევროპაში და ჩახვედი? დია. ხო ჩახმაო შენ და პირდაპირ შევარ და მოედანზე ხო? რამე ვერ დავიძინე. ვერ დაიძინებდი ეხა. რამდენი საათის ვიღავი, ანუ ის იყო პირდაპირ ფრენა არ იყო. თურქეთში ვიღავი. რა რიცხვს ჩახვედი? რომელ დღეს ჩახვედი? თამაშის დღე. ხო. ეგ იყო, მე ეს გამოუძინებელი რა შეება და გამოძინებული რას იზავდა ბიჭო? ეგ იყო მთელი მუღამი, ხო, ეგ ამბები რა, დავიგე. ღამე ვერ დავიძინე. 11 საათზე დავიძინე, 2-ზე გავიყიდე. აუ რა ადრენალინი ანუ არ დაგიძინია რა ეგ რა ძილია ბიჭო ხან ის ყველაზე საოცარი 11 მეტრიანის მოგერიების ტოლფას იყო კერა და პენალტი რა შევჭამეს 11 მეტრი რო გაიგებს ცოტა შევიხედეო რო თქვი რა და განაცხადში ვეწერე ვაახ და ეგ უკვე თანხმობა ანუ გამიხარდა რომ ნახებ, მაგრამ მაინც ფიქრობდი როგორ უნდა წავიდე, იქ ანუ ირანული პასპორტით ვერცად ვერ წავალ. იმ ქართული პასპორტი არ მაქვს. მე მადლობას გადავიხდი. ძალიან დამეხმარეს იმ ზუსტად ფედერაციის ეხლა პრეზიდენტს არ ვიცი ვინ დამეხმარა ისე რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიძლება სახელი არ ვიცი არა უშავს თავარია თვითონ ხდებიან ეხლა ვიზე ლაპარაკო ხო ძალიან მადლობელი ვარ მომწეს საბოლოო ჯამში ეს არა ეგ ისეთი ისტორია რა აი რა ვიცი ხა ძალიან საინტერესო ამბავი არის მოკლედ ესე მოკლედ რო თქვა და რა არის მაგ თამაში რა დავინახე ხა კი გავჩერდით ამ ხორვატიასთან მხოლოდ მაგრამ ბიჭო აი ფუტზალში თან როგორ დინამიურია რა ბურთი როგორ გადადის გადმოდის სწრაფი ტემპი იმ მოგერიებულ ბურთებში რა მარტო იმას არ ვოძახი ძელი რო დაკეტე და იქ არ ჩანს რა სახეში რომ მოდის ეს ბურთი მაგის დედაწვატირე თო დიმა ბოდიში ეს ახლა მანძილია არ ჩანს არაფერი და უცებ რიკოშეტი წამოვიდა იქ ვერ ხედავ იმდენი ხალხია რეაქცია ძმა რეაქცია ხო და ესე მაგრა კითხულობთან და რეაქციაც მაგარი გაქვს ვარჯიშობთ ამაზე ჩვენ თუ სპეციალურად ვარჯიშები იქნება ხო ესეთი ვარჯიშები არის რეაქციის ვარჯიშები ჩვენ მაგრამ მაინც შეიძლება ივარჯიშო ძალიან ბევრი, მაგრამ თამაშზე გავუშვა გოლი. ანუ ეს რა თქმა უნდა იყოს შენი დღე, უნდა იყოს. აი, სულ როგორი არ გავუშვა ეხლა, მაგრამ შენი ამბავი ისე იყო დაწერილი, ისე ზღაპრულად მოხდა, რომ ეგ თამაშიც ეგეთი უნდა ყოფილიყო. ქიმია დღეებში. ეხლა 33 ბურთის ერთ თამაში აღება ну ეს მეტყველებს იმაზე რომ იმათ ძალიან ბევრი მომენტი ქონდა და ოპერაციობა ქონდა და ეხა ხორვატია რო მაგარი გუნდია მაგას რა თულა კაცო ეხა ჯერდ ხო ეხა ეგეც და ფრანგებზე ხო ეს ფრანგა ეს საშინელება ძმაო ეხა მე რასაც უყურებდი ჯერ რაჩქარა მოდიან დაცვიდან შეტევაში იქ ვიღაცა ახლა ფეხեր და 2 მეტრიანები არიან ტიპები ძალიან რთულ ჯგუფში მოხდით ჩვენ ეხლა ორივე გუნდიც რო დაგემატა კიდე ეგ არის რა ორივე გუნდი არის ნახევარფინალში ეხლა ბოლო გუნდშია საფრანგეთის და ხორვატიის კი საფრანგეთს ჩვენ ახლა რო ფედასრულდა გაიგე ეგრევე წავიდა სინანული რომ აიმე ლატვიასთანაც მოგვეგო და რაღაცა სხვა და არა უკვე როგორი თემა იქ რომ მოგეგო მე კაცმარიც რა იქნებოდა მაგრამ უკვე გაჩნდა იმედი რომ ჩვენ ფრანგებთან ვიჭიდავებით და საბოლოო ჯამში ვიჭიდავეთ კიდევ რა ვითამაშეთ რა ეხა რაც შეგვეძლო რა მაგრამ ძალა აღმარცხავს ვაო ეხა ორი ფავორიტი გუნდია რეიტინგში ყველაფერში და მე ვთვლი რომ ტრაგედია მაგაში რომ ჩვენ ეხლა მანდ ვერ გავედით მაგ ჯგუფიდან ტრაგედია არ არის. ფაქტია ის რომ მომავალი კარგია, მომავალი ნათელია და თან მოდიან ახალგაზრდები, რაღაცა როგორც ავტოკამ იქ ვილაპარაკეთ ჩვენ და რა ვიცი ეხა ინსპირაციაზე მინდა კითხო, ეხა ფერედაში, ირანში თქვათ მოჭიდავეები, ესა ინსპირაციის წყარო არის ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. ეხლა სავარაუდოდ შენც გახდები ეგეთივე ფიგურა იქ. ხო? ეხლა ატარები ბავშვები ეხლა როგორც ჩვენთან ეგერ კვარას მაიკები და ვიკაუტადის და ბიჭების მაისურები დადიან არ გამორიცხავ რომ შენი მაისურები და დავაბეჭდინო და ჩავიტონ ბიზნესი გავაკეთოთ ნოდარი ჩავა დაждდება ის ფახანი გაკეთე. და იმასაც თონემ რომ მინდა მე ჩემი თონემ. თონემ უნდა კიდე გააკეთო. და ჩემი თონემ ვიცი რომ არა იქნება ეგ მოისა რა. ეხლა ნაცადი მინცა.
ძალიან გახარებულები იყვნენ ფერეიდანში და მირეკეს იქიდან რამდენი კაცი და მირეკეს მომწერეს მგონი საქართველოს ნაკრებში პირველად არის ფერეიდნელი ქართველია ეგრე არის მარტო ბრაზილიელები ყავდა თან იმდენი რომ რა ვიცი აი გეხვეწები რა გაიხსენე რა ბევრი ხალხი ქართველები არის ეს ფუტზალის ნაკრები ბრაზილიელები და წავიდა ყველა ბრაზილიელი იმიტომ რომ გავედით ევროპაზე და აგეძმაო სუფთა ქართული გუნდი არის და რომელსაც შენ კიდე უფრო აკართულებ მოდი ესე ვთქვა შენი ისტორიით და იმითი რა ქვია ამ თქვენი ისტორიით ზოგადად ამდენ წლიანი და აგიტომ ამბობდი ყოველთვის თითი გაწიე თვალი არ ამოთხარო მე კარია გეშინია გამოსვლაზე ძალიან კარგია საიდან ჩემი ისტორია ხელზე ვერ გიგეთია შენ ეს ვიყიდე მე გუშინ სად იყიდე მაი შენ რო გამაგზავნე ვიქავი და გავიარე რა ოჩახი შენ გეძღვნება მაშინ ხო და ნახე ყოველთვის მაგას ვამბობდი რა რენაცვალე ის იმ ბრაზილიელებმა ჩვენთან ძალიან დიდი კვალი დატოვეს და გადაგვედგა სულ ვამბობდი ჯიგრები იყვნენ მართლა ფუტზალი ჯერ ისედაც ფეხბურთი რა ეხლა ჩვენ აქ მაგრა გვიყვარს ქუჩაშიც ვთამაშობდით და თამაშობთ ხო იმდენად გვაქვს სისხლში აი ეს რა აი კოდურად რომ ბიჭო არ გვინდა რა ჩვენი შეგვიძლია თუ სწორად განმოვითარებ შეგვიძლია ჩვენი თამაში რა და აგერ შენი თამაში იქნება ნაკრების ბიჭების სხვა წევრების თამაში მაგის დასტურია რომ ზედიზედ მეორედ გავედით ევროპაზე და შეგვიძლია რა და რაღაცა იმას კიდე ტრაგედიას ნუხატავენ რომ ჯგუფითა ვერ გავედით რა ბიჭო იმ ხელანა ბიჭი გადაიჭრა მოდი დავიწყოთ კითხვები რო არ დაგჭეს რა ხალხი წეს რაღაცა კითხვები გვაგუშინ დავდეთ რომ შენ იყავ სტუმარი ღვინო და ხინკალი თუ მწვადი და ღვინო ამას არ დალე ხო დავლიო შეიძლება გიჟივით არის კახელი რო ვარ უნდა ესეთი პასუხად რომ წვადი და ღვინო დედასაპურები თან კახელში ურას ვაკნატუნებ ხოლმე ეგ შანსიერად ვარ გადავაყენებინო მანქანა შემდეგ კვინტონ წვადი და ღვინო ო რა ეხა კახეთში რო წვადი იწევ შედევრია რა ალი ასლან თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელებო ქართველებო ეს და ის რომელი კლუბის კომაგია ისე ალიო რეალის თეთრებით თან ლოს რა ვიცი ტრუბინმა კი გაუტანა შენმა კოლეგამ იქ ბოლომდე თავი და რამდენჯერ მაგრამ ეხა რაღაცა რეალი ევროპის ჩემპიონი არა რეალი ეხა მე ეხა დიდათ არა მაგრამ ვაფასებ ეს მანჩესტერია კიდე დავით ფრანგიშვილი ჩვენი ფრანგიშვილია ეთყობა ეს ხოწერა შეგარი ხარო მეტი არაფერი დათუნა მე რა ბარავი კითხვები არ მაქვს ლაშა ჯალაღონია იყო ის რომელიც საიწინაზე მოგწერა რომელი კლუბის კომაგიაო და რო გაქო რეალი მადარი კითხვები არ მაქვს გადაეცით რომ მაგარი კაცია მაგარი მეკარე და მაგრად ვამოყოფთ ჯიგარი ხარ ამებს ყველა წავიკითხავ ვიცოდი აბა ყუარო არჩილ მკერვალიშვილი კარგია კარგი კაცია აუ ჯიგრები ხართ როგორ გამიხარდა ამ ბიჭის სტუმრობა ნოდარი რო არ იყოს უფრო კარგი საუბარი იქნებოდა ასაბარ ასტაპარა დიმა რატო წაიკითხე ეგ ნოდარ ნუსავ ნაპიტოკებს დაბერდები დაგიტოკებს აუ ეგ არის ამის მოგონილი მე მაგიტო კომაგი ნოდარი ჭამას სოსისი ორმაგი ესე კორექტულად ორმაგი სერგი წიგრიაშვილი ძალიან უყვარს საქართველოს ამბიც ვინ არის მისი კერპი ფეხბურთში საინტერესოა ისე ნოიერის სტილი კი აქვს სათამაშო პრაქტიკაშიო აჰა ჩვენიერი ნოიერი ფუტზალი და ნოიერი შედარე ფეხით არა მე არა შეგზე ხო თქვენ უკვე ხალხმა და გაჩუნდი ფეხითაც თამაშობს ნოიერი სტროფინა და ერთ-ერთზე როცა მოდიან მეკარესთან აი ხელები და ფეხები როგორც და სახეში რომ მოხდა გეშენია არა მოხდა სახეში მაგრამ არ შევიდეს დიმა ამაგრა გააკეთა ნოიერი აი მაგიდო აი ეს კითხვაც არის იმა რო გითხრა უხელთათმანებოდ რო თამაშობო დემე ზაუტაშვილი ალი ამდენ ბურთებს რო ხსნი ხელები არ გტკივა მით უმეტეს შიშველი ხელებით ბოლოს თუ რა თქმა უნდა წარმატებები ძალიან მაგარი მეკარე ხარ და ვიცი რომ მაგრად დაეხმარები ჩვენ ნაკრებს საომავლოდ ჯიგარ არა ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ესე თამაშობ და ხანდახან CV ამინდი რო არის ხო შეიძლება მეთქინოს ეს ხელები ნუ ეხა თან პირველი მეორე ბურთი მესამე აჰა ნუ ხურდები ბიჭო თან ის პატარა არა იცი რა ძალიან კარგად მესმის თვითონ შეგზნება რა ეხა რო კარგად გზნობ უფრო და პასსაც უკეთ გააკეთებ და კი მაგრამ ეს ისეთი ხელთათმანებია რომ კარგად იჭერ ეგეც არის ერეკლე მაკასარაშვილი როგორ მოგწონს საქართველოს ფუტზალის ნაკრები და წარმატებები შენო როგორ მოგწონს კარგად მოწონს რა
ეთანხმები კვინტონას ესე იგი. ეს კარგი ნაკრებია ჩემი აზრით მომავალში, უფრო კაი ამბებია. თავიჯა არა, უცირდება. იმიტომ რომ ეხა მე ის მეკარე ის დგას შენამდე რა. მეკარე, თორნიკე ბუკია. ხო, ბუკია, ძალიან მაგარი მეკარე. და ვიცი რომ ეხა თქვენ მაგარი მეკარია ძალიან, მაგრამ უყურე ახალი სისხლი უცებ რომ შემოვიდა, კარგად იმუშავა და ორი ესეთი მეკარე რო ყავს ნაკრებში, ძმაო. იმიტომ შეღავათი არის რა. მეკარის პრობლემა არ არსებობს. როგორც ადრე იყო, რომ ყავდა ყოველთვის ძალიან კარგი კუპატა ვენაცვალე და აგერ თქვენ. ხო, დაჟე ჩვენ გარდას არიან ახლა რამდენიმე მეკარე. მე და ტოპოს გარდა არიან ძალიან მაგარი მეკარეები. და გუგა ჯაფარიძე წერს რომ ეს კაცი ხელბურჩიც მაგრა დაგვეხმარება. სპეციფიკა გავს, ხო? არა, ძალიან გავს ხელბურთის მეკარე და ფუტზალის მეკარე. ან ჩვენ არ გვაქვს ნახტომი და ხო, უსებ ან დაბალი ბურთი თუ მოდის ფეხით უნდა აიღო. მაღალი ხელით ეხლა. მაგრამ ძელთან მაგრამ მოწყდი. მე ვასვი. არა, ნახტომი ესე ხშირად არ არის, მაგრამ გიწევს რომ და არა, ბიჭო, ფეხით თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მუხლი, ემეთი რა. ნოიერი მაგიტომ თქვენ. 7 მეტრიან ხო, რიშლება თან ესე გრეიმოშვება, ხო, და თან რო გახშირი რაღაცა სასწაულისა. ერთ მომენტში ძალიან ლამაზი იყო რა, რიკოშეტი იყო და ბოლოს დაინახე, აქედან აარტიხები რა. არა, თან იცი რა, მომენტსაც გააჩნია, ხორვატიასთან აღებული პენალტი იყო გადამწყვეტი, მოდი ესე ვთქვათ რა. კვინტონი გიყავს რა. ნახევარი იყო და მოგება შეგოდო მე. ხოხტები, ანუ რო გაგიმართლო, ცოტა აი ხა დანიის თამაში მახსენდება, საბარო დარჩა ერთ-ერთი. გაგუბერეს ამ დანიელებმა, ხო, რამდენჯერ დაარტყეს მამარდა მოკტა იქ. რა, აი მაგასაც გავდა რა, ამის ამბავი მამარდას პირველ წუთებში აღებული ბურთები ეხა. ჩეხერთან რო უყურებდი ბიჭო იმ თამაშს, აი ზუსტად იქ ვიჯექი მამარდას ხარეს და აი ის პირველ 5 წუთში 3 ბურთი ისეთი აიღო, რომ მაგან განაპირობა მე. ეხა იმათმა ტაქტიკა დაიჭირეს, ჩაწოდებები წავიდა, დაგრუზეს, მაგრა და რამხელა იყო ის ფერიჩი ნახე და სეკოლიჩი. ორი სტოლბი ყავდათ. მეტრა 97 იყო. კი. დააყენებდი დიდ ფეხბურთში. იქნებოდა ერთი 100 კილოს მგონი და შენი ბავშვი ხო. ძალიან 115. ძალიან ძლიერი იყო ესე მეკარე ისე ისრო და ბურთი. ის მიიღებდა ადვილად. თან რამხელა ბურთი არ ჩანდა ეს რომ მიიღებდა. ისე დიმა აი პირველად დაგიძახე კვინტონ აი რა გამახსენეთ ი მამარდა რო თქვი ნახე აი ეს შენი თავგადასავალი ნაკრებში ხა რა როგორც დაიწყო ეხლა ჩაგაზინო ბეჭებში როგორ კარგად დაიწყო აი მამარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე რა ევროთასებზე გამოჩნდა და გაფრინდა და აი დარწმუნებული ვარ მე იმას არ გთხოვ რომ დაასახელო ეხლა გუნდები ვისგან გაქვს შემოთავაზება მაგრამ ადრეც თუ დარწმუნებული ვარ ეს ისეთი მაგარი პასი იქნება შენ კარიერაში რომ იმ ჩემპიონატში ითამაშებ სადაც შენ გინდა ეს გზა მიგიყვანს იქამდე კვინტონ განჩერდი კვინტონ რა აბა შემოთავაზებებია შემოთავაზებები არის დიახ მაქს ვარიანტები არის მაგრამ ჯერ არა სატრანსფერო ხო არა ვიცი შემოთავაზებას გეუბნები მაინც არა ბიჭო გუნდის შემოსავალს მიიღებს შენც უმაღლეს დონეზე უფრო მაღალ დონეზე გადახვალ მე კა ჩვენ ჩემპიონატს კი არ ვაკნიებ მაგრამ ხა ჯეულებრივი აბავია რამდენიმე ვარიანტი მაქვს ეხლა ვერ ვიტყვით ქვეყნებს რა ვიტყვი ზოგადად რა პრობლემა თუ შენ არ შეგექმნება პრობლემა თუ არ თქვა ეს რუსეთიდან მაქვს ვარიანტი ერთი მე ძალიან ეხლა ველოდები ძალიან მინდა რომ ვითამაშო ან პორტუგალიის მაგას დაელოდი ზოგიერთ რუსეთში არ გვიდა მაინც ხო აცადე რა სპანეთში ან ო ბამოს ხო და ერთი ხორვატიაში ძალიან მომწონს რომ ვითამაშო მაგრამ ჯერ ველოდები ანუ ხო უნდა იყოს ვარიანტი მე მინდა მაგრამ ეხა ეს რო გიდევს აქა ძმაო რა ისტორიაში რო შეხვედი გექნება ვარიანტები რა და არ იკარო რა უეჭველი იქნება მაგიტომ თქვი მე ხა შენ რო რეალ მადრიდი გიყვარს იქ გეთამაშოს თქო სადაც ძალიან მაღალი დონეა კი კაცო რა ესპანეთში რა საბარაგო აქ როგორ მახსოვს რაღაცა ტურნირი იყო დამავიწყდეს სპორტის სასახლეში ამ იმიკებია ბარსელონა რა ხარო ჩაუწიო ეხა ბარსელონა რა უბრალოდ კლიენტია რა ხო არა ბარსელონა ვისვეთა ემათი თამაშებოდა არ მახსოვს მაგრამ ვაი მე ბურთის ჭენა ხო ისედაც არ გვიკვირს ბარსას დიდ ფეხბურთში ის რა მაგრამ არ გვიკვირს ბარსასო რა მაგრამ უკანა არ გვიკვირს ბარსას არ გვიკვირს ჩვენ ბარსას და ატლეტიკოს ბილბაოს ბილბაო ბამონეს ეუპატლეტიკოს ბილბაოს ატლეტიკოს გუშინოთ ერთადერთი კაცი საქართველოს რა განები ნუ აქ სოლიანი მაიკა გააკ ბაშკოვი ვა ბაშკოში შიგარი ხარ ხო და
კარიდან კარში ტენა, ბილბაო. ტენა რა სიტყვა? შეაგდო, გოლი გაიტანა ბარსელონას მეკარე. შეაგდო რა სიტყვა? ეგეთი მეკარე, მე ნანახი არ მოვდა რა. შენ ზოლიანი მაიკა გა? კი, აბა, სამი. ჩაიცი ხო იარე მე მაგითი რა. აი. რა მაგარი გადასვლა ყოლე, ზოლიანი მაიკა გა. მაინც რაღაც ამბობდა კაცი და მე ბარსელონას მეკარე ალბათ ის იქნებოდა პაკო სედანო. აი ძალიან მაღალი არის. არა, დაბალი იყო 2000 რომელ 15-16 წელს გეუბნები. გაჩერდი შენ საუკეთესო მოდი ზოგადად ფეხბურთს ვისაუბროთ დიდზე. საუკეთესო რომელ ნაკრებს გულშემატკირო თქვა სოფლიოზე ჩემპიონატზე თქვა. თუ აი ეს არა გაკეთე. საქართველოს. ჯიგარ. გავიდე ჯე კაცო. და თუ არ არის შეფრის საკარი ჩემოალი გავალთ მანდაც რომ მოვა რა. აი მხოლოდ იმათუა მინდორზე მაგას არ გეუბნები. ზოგადად. ბრაზილია, ინგლისი, რა ვიცი, ბრაზილია. მე პორტუგალიას. კრისტიანო მოვწო. კრისტიანო უნდა მოიგოს ერთი სოფლიო ჩემპიონატი. ეს მაქს ეს ოცნება. მესის გინდა რომ დაუამგონოს. არა, მესი. კვინტონსაც გაუხარდება, იმიტომ რომ ამას უს ყველა უყურს იმას. ხო მოიგო ერთი მესი. ხო, მაგრამ აზრი არ არის ხო? არა, მოძრა მარჯვენა მაგარია მესი. მარჯვენა ფეხით. არა გეხუმრები. არის რა. ეგ აი მოყვეთ კიდე ხელ. მე უმტა. აი ვეტერანი ჩვენ ფეხბურთელები რა. მესი არცხენ მარჯვენა თამაშობს? არა, იტა. როგორ არ თამაშობს? არა, თავი თამაშობს ვერა. ხო და მორჩავს. თავი 10 ოქროს ბურთია და სახში ბიჭო. არა, ნუ კრიტიკეს კაცეში მოექცა ლეო. დიმას თასი აქვს დარჩენილი. ლეო, მიდი, დამთავრე. სიყვარული პეო. მე შენაირი გაყრილი არ ვარ. შენ ხარ უზრდილი. თქვენ მესი უფრო ეს კრისტიანს არა, რა კრისტიანს ბიჭო, შენ თავი ფორმი გითხი ამას რომელი ნაკრების კომაგი ხარ და დაიწყებს ბრაზილია, პორტუგალია, ინგლისი, აღარ დატოვებს არაფერს. ტყვანს მოხდა ორმაგი. შეჭამე კომაგი. ტყვანს მე გულშემატკივრობ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისს, პრემიერლიგა ყველაზე მაგრად მიყვარს, მანჩესტერს გულშემატკივრობ და სოფლიოზე ბრაზილიას. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი და ეს ბილბაოს გულშემატკივრობს. მე ხო მაგარი და მანჩესტერს რო შეხვდნენ, ბილბაო აქ ლაივი ქონდა ვიჯექით ჩვენ და იქ პლედა ეს იყო აი ეგეთი მიკერძოებული და საშინელი შეხედავი იყო. პენალი არ იყო, ის არ იყო. აიქაც იგივეს გააკეთე ბიჭო, ისაც იგივეს აკეთე. რა ტყვანს ანუ ობიექტურობა დაკარგა. ტყვანს მუცლის კარების აპარატი. იყო რა, ისა ხარ შვარცენეგერი, ხარ ხელი, მაგრამ მაგრამ 33 მეტრი ეს არის ეგორი მიკერძოებული იყო. აი ბიზნაროა ბარათაშვილი არგენტინის გარდა არც არ არის ყურა რა. ბილბაო, ნუ აი რატომღაც ეგონა რომ ბილბაო მანჩესტერი. აი ბიჭო, გადაუდი რა მეგონა. რა გადაუდი, თავს ურტყავდი კედლებში შეჭემა. პენალი არ აღიარე და არაფერი. შენ ძმობას მიცავარ მიკერძოებული, მან ფანობის პონჩი ვიყავი რომ მუხამედ არის გეძახიან, ხო? ხო, ჩვენი ბიჭები ჯიგრები. ავტოგან გაგაქვეყნდა ესეთი, მაგრამ მუჰამედ ალი ხარ. ბიჭო, არა როგორ არის ეს ალი ეხა მუხამედ ალი, მე რა გაია რა გინდა. ხო გიგლეჯია ვინმეს. აუტ ერს მოხდა ამის ბიჭო, ამარო სილა დაგარტყა შემია. აი რა კარგი იქნება თუ ფათქად გაგადენ. ჯერ ვარჯიშზე მეუნებოდა, ბიჭებს ეუნებოდა. ალის იარული ნახეთ, ისე როგორ ხარ. არა, ხო რაღაც ცოტა ისე კი ხარ, აი რო რაღაცა ჯირითი გიყვარს ცხენით. იცი? არა, აგე ის არის. გინა გაჯირითო. ის არის ნახე. ცხენით არა. ის არის ზორო. თუ გინდა ტარებასაც გასწავლი, მექანიკის ტარებას, მანქანის. შენ მანქანის დადიხარ, ხო? მანქანის. ავტომატიკით თუ მექანიკით? ორივე შემიძლია. არა, ეხლა რომ ავტომატიკა ეხლა ყავს. ავტომატიკა. რა არა, მექანიკა რო ყავდეს ვეწყოდი და გასწავლი და რა, მექანიკის ტარება. მოლშესტი და კიდე ბუტკა მასკვიჩი რო იყო რაღაცა. მე შეის არა, ნორსესი და ბუტკა მასკვიჩი შენ საერთოდ მანქან იმას მათთვის ეს ხო იცი, ფსიქოს ვერ იღებს ცნობას, რომ გიჟი რო არ არის, რომ პრავა აიღოს. და ვერ წაიღებს, ეხა ხო ხდები, ეხა ვერ აიღებს რა. ისე შენ რო აიღეს აღო პრინციპში რა. ხედავ ყველა მეკარე. ყველაზე გიჟი ვინ არის ნაკრებში გაფიცებ ყველაფერს რა. შენ გარდა. ყველაზე გიში. არა, აი სურო кай ხასიათზე არაპროგნოზირებადი, რაღაც პრანკები, რაღაცები არ ხდება იქ, რაღაცა, რავი, იქნება შიგნით, ეხა გუნდური და ან მაგარი თემაა ზოგადად. ერთი რო არ არის, რამდენი არის? რამდენიმე არის, ხო? თოდუა? თოდუა არა. არა, ხო აკადემია. თოდუა აგებული, ნორმალური. ჩემი მეზობელია და იმიტომ. არა, ვიცნო და ლიფტითაც ერთად ვიმგზავრია. რამდენი მეტრიანია პენალი ბუძალში? თხით, მომაძებ.
აკეთე დეგედე ცხენზე შექსვი ტარარა ვირა ტარარა ცხენზე შექსვი ცხენზე 6 და ინა შექსვი აი გარყვნილია ფარდა აიხა და ყველაფერს კვარა რა ნომერია პესეჟში კი აბა გეტყვი ხო აი ყველაზე მეტ ამისტოლა კაცია არ და შენ ხარ 27 წლის ხო 27 98-იანი ვარ 97-იანი ხარ ხო ძმა აქროს ხანა იყო ეგ ისტორია ირანში იცით რომელი წლიანი ვარ რომელი 1377 ვარ მე იქ ხო სხვა ისა უტან ხამონთან ერთად ვივარ ძმა მე და ისა ვარ იქ არის კალენდარი ხო და 1700 რომელი 1377-იანი ვარ მე 14 1360 ესა ის რომელიანია ჟიომეტრიული 87-იანი მაგას მინ გამოაკლებს ეს თავი ისე იქ ძალიან ბევრი სიტყვებია ხო რომელიც ძალიან გავს ჩვენსას ქართულს რა იგივე სიტყვები არის ძალიან ბევრი ირანში ირანული ხო ფუძე ხო ესპარსული არის და ქართულს ეხლა ქუჩა იქას ქუჩა არის ქუჩა პანჯარა პარდა ოჯახიც ხო რაღაც ეს სიტყვა ნოდარა ციგივია კვინტონი რა ძალიან ბევრი მასხარა არის მართლა რა არის მასხარა ჩემი ფერედნელი ძმა მასხარა ხარ შენ შეხარ ჩემი კვინტონი სამხრეთ აფრიკელი რა შეეცია კვინტონ პორჩოს ვიდეო შენ აგინდა ბავშვობის კუმირი იყო მე ვიცი იჟი დედამის არ ახსოვს ბიჭო ორი თამაში აქვს ნათამაშები თავს რა გადაეკიდე შენ ჩემის რა მაგის მარცხენა ვინმე სხვა მაინც ვისგვი რაღაცა დამარხვი რაღაცა ბოდის იცი რა ნატურა გავშევს მოწრავა კი ქიმია თქვენ შორის ძალიან დიდი ქიმია აქ ისე მაგარი გაგვი ეს არის შენი და ვიპოვე დოდაქჩა იყუბაში პარკში და ისა ვიღე და შენ აღარ მოგეცემა ეს აი სად პარკში იპოვე აი იმ კომაგის პარკში იდო მოხდა პარკში მეგუდა და ვაგის პარკში გარეთ მეგუდა ხო ჩოგბუჩი თამაშის მერე როგორ კარია და კიდე რაღაცა აი სიტყვები ბიჭო ეს გამოგაჩერე არის მაგრა იცის გააჩარა კიდე არის ჟუჟუნა წვიმა აი კერძები იმათი არის მსგავსება ჩვენი საჭმელები სამზარეულო ერთნაირი რაღაც არ არის გავლენა არა ერთნაირი არის ეხლა აი ცომეული მაგალითად რამე ისეთი ცომეული ისეთი არის მაგრამ კაბაბი და სხვადები იგივე არის მაგარია ხო ცოლი არ ყავს ხო მყავს ცოლი ყავს ნუ ეგ არ თვიცოდი კაცო აქ ხარ ერთად აქ ხო ერთად ბავშვი ჯერა ნიჭიო მალე იქნება რა მაგარია და მეუღლე როგორ შეხვდა შენ ეს რა ქვია წარმატებას უცებ რა უცებ რა დაკიდა უცებ ტავედი მივდივარ ეხა მე ევროპის ჩემპიონატ ჩაალაგე ზახოდი როგორ მოხდა იქ ყველაფერი ძალიან გახარებულია ფერიდნელია ჩემს ანუ ერთად ჩამოხვედი იქიდან არა ჯერ მე ჩამოვედი და მე ეხლა მე 8 წელი აქ ვარ და ჩემმა მეუღლე 2 წელი აქ და 2 წელი ხო ნუ რა მაგარი არ ვიცოდი და მე ხო ვერ დავიჯერე რა მოხდა ჯერ ეხლას შეიძლება იწერა კიდევ თვითონ არ ეუბნება ეხა ამას მაგ თამაშს რო უყურა რა ეხა ისეთი ემოციური თემა არის რა ვიცი ხო ის პენალტის მერე აბა რა იქ საერთოდ არ ვიცოდი რას ვაკეთებ და ახტოდა ალბათ შემი ეხა წარმოიდგინე რა ხო აი როდის ჩადიხარ აი პაუზა როგორც კი გაქვს ჩადიხარ ხოლმე იქით ხო ოჯახის ან ხო რა თქმა უნდა მიდივარ ეხლა მეუღლეს გარდა იქ არიან რა თქმა უნდა ოჯახი კაცო ოჯახის წევრები და ხანდახან იქაც ხო უნდა წავიდე პერეიდანში ხო იქ სახლი გვაქვს ისეთი სახლია პერეიდანში რა შენ სახლში ცხოვრობენ შენები პაპა ჩემი ცხოვრობს ან ცხოვრობს ბაბუა პაპა აი პაპაი ცხოვრობს თეირანში არის იქაც არის მაგრამ ისეთ სახლში ცხოვრობს რომ მისი ოჯახის დედმამამისი საგვარეულო წინაპრები იქ ცხოვრობდნენ და ალე რა უნდა კითხო კი გაგვიზრდა ცოტა მაგრამ უნდა გაგვიქცეს რა თქმა უნდა შენ აი მარწყვის რაღაც ამბავი და ეხა მიწადმოქმედება ძალიან არის ფერეიდანში შენ ფიზიკურად მუშაობა გიწევდა ხო პატარაობიდან სათბურზე შენთან ხო ოჯახური მაშინ ბოსტანი რაღაცა მე და შემოძება მუშაობდით თვითონ თქვენთან მუშაობთ ყველაფერი არა იყო რამდენიმე ეხლა დაახმარე 8 დამხმარე იყო მაგრამ ჩვენს იქ მაინც
იმიტომ გაწეღა რომ გაიხურა დავტოვე ის ხო დავტოვე ახლა მარტო მუშაობს შემოდი ნუ არა უშავს შენ სამაგიეროდ კომპენსაცია გააკეთე იმით რაც გააკეთე და აი ეს არის ძმაო ცხოვრება რა იყო კაცი თავისთვის მომთხოვე რაღაცას ვამბობ ამთა კაცი თამაშობდა 8 წელი გადმოვიდა ფუტზალს წარად შვიდად მარტო მოკლე ვიწრო წრემ თუ ვიცოდით მისი არსებობა და ეს არის ცხოვრება რაღაცა მომენტი დგება როცა იცვლება რა თემა რა და უცება ესე გახდა სრულიად დამსახურებულად და მარტო იმით არა ბევრი ფაქტორია ძმაო პირველი ფერეიდანი მეორე ესეთი მაგარი თამაში და მესამე თვითონ პიროვნება ადამიანი როგორიც ხარ შენ ეგ არის ზოგადად მე რაც ვიცი და რაც საკითხული მაქვს და ეს ფერეიდნელები გამოირჩევიან ძალიან კარგი ხალხი არის დილობიანები და უმაგრესი და თვითგანდარჩენის ინსტინქტმა გამოუმუშავა ბევრი რაღაცა რა და აი ამ ხელა რა 400 წლიანი აი ამ ამბის მერე შენ არ ჩუ წარმოიდგინე ხალხო რაზე ლაპარაკობთ 1416 რომელი წელიწადია წარმოიდგინე რამდენ რაღაცაზე ლაპარაკობთ რომ აქამდე ესე მოტანილი ის არ ვიცი რა უნდა თქვა არც ვიცი რა მართალობით ხა სიამაყის გარდა აი ვამაყობდა რომ ესეთი რამე ხდება რა კიდე ერთხელ ვიცახი ეს ხალხს რო უყვარვარ იმიტომ რომ ფერეიდნელი ვარ არა და მაგით ხო მაგრამ შეიძლება იყო ფერეიდნელი მაგრამ თუ ის იყო არ იყო კომუნიკაბელური არ იყო კარგი ტიპი რაღაც ხო შეიძლება იყო ყველა კაი ტიპი ხო არ არის რა და კარგად გადააკარდა ასე რომ ყველაფერი არის შენი დამსახურება ძმაო ხო და მითხარი რა ღვინო როგორი ისაგავთ ღვინო ჯერ აკცალულია იქ ღვინო ვინმე თუ აქვს ძალიან ის არის შუმაც აქვს იქ ხო ის არის არ შაგდალვაა კაცო ალკოჰოლზე ხო ალკოჰოლზე მაგრამ მაინც აქვს რამდენიმე რეგიონში არის ფერეიდანში არის ხო სახელსაგვარს ყურძენი ზოგადად არც მისამართი არა ალკოჰოლვა იქნება ღვინისკენ ქართული ეს შახეთი შავი ღვინო აქვს ანუ საფერავი ხო ფეხბურთი ვითამაშოთ კარში ვარ რავი ამ კარში ეხა რო ხელი რო დააყენო დამთავრდება და ხემალე ესვა დაიწყო გაცოფებული არჩევი შენ ისა წაგებული გაქვს ჩემთან სურვილი და გადახტიანებას პატრიოტიზმად ძმაო სიყვარული შენებს ფერეიდანში ყველა შენგან ძალიან დიდი მოკითხვა და შენ გისურვებ წარმატებებს ჩვენ აკრებთან ერთად ძალიან გთხოვთ დამავიზდა დღეს ბევრჯერ უნდა მეთქვა და სამის ნახევარი კი არა კაცო გამოიწერეთ ჩვენი არხი გულს დააჭირეთ ხელი და იყავით ჩვენთან ერთად თქვენ მთელი გულდასული თქვენთან ერთად ვარ და მადლობა ყველას რომ ძალიან კარგი კომენტარები იწერება ჩვენ გვერდზე არის გამონაკლისები რომელსაც ნოდარა ჩაუსვავდებათ გადააშლის იმიტომ რომ ეგ ხდება ღამის 4 საათზე თუ არ გეძინება შეგაი ადამიანო კაი რაღაცა მაინც დაგვიწერე რაღაცა არა თან უნდა იყოს ბიჭო რაღაცა გააზრებული აი ამის 4 ვიღაცა გაბოროტებულს გაიგზავნა უძილობა თქვენ ხლა ებო ნუ და დილით ალგა ცოტანი არის რა დაგიშავეთ ხალხო ასეთი რა დაგიშავეთ ხალხო ჩემი და თუ არის ჩემი და თუ ჩემი ალი არის ჩემი ალი ნედეჯი მე მიდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი მაკეტო გეიმს ფეხბურთი ალი ასლანი გიჟუანო დარასინაალტეკ კიცხელა მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ ვიყოფებით ბილიბერგ არენაზე, სადაც ეხლა შედგება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი, სადაც ითამაშებენ გიჟი ნოდარა და ალი ასლანი, საქართველოს ფუტზალის ნაკრების მეკარე, რომელიც ისტორიაში შევიდა, იმიტომ რომ გახდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენი სიამაყე. ეგ გამოგჩა, მაგრამ ყველა მიცოდა. და ერთი კითხვა იყო, რომელიც გამოგჩა და ეხა უცებთ ვინა დაგისვა, სანამ დავიწყებთ. მიშა კაციტაძე გვწერს. ალისთან მაქვს კითხვა, ირანში რა დონეზე თამაშობდა, სანამ საქართველოს ჩამოვიდა, ანუ როგორც მახსოვს, ახალგაზრდულ ირანის ნაკრებში უთამაშია ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ 20 წლამდელების ფინალიო. დიახ, ფინალში იყო ეს თამაში. ანუ ბრაზილია. ჩვენ იქ გეთო? წავაგეთ ბრაზილიასთან. არა უშავს, ეხლა მე გადავიტან ბრაზილიასთან როცა. ხო, მაგრამ ჯგუფში იყო საფრანგეთი, ბელგია, 6-0-ით მოვიგეთ საფრანგეთის, 3-0-ს მოვიგეთ ბელგიას. მერე ხორვატიის ნაკრები იყო 2-0 მოვიგეთ ხორვატიაში. თამაში მოვიგეთ ჯგუფში. არა, ეს მერე იყო. მერე, ხო. და ფინალში გავყიდით. სლოვაკეთი იყო, სლოვაკია. ნახევარ ფინალში დავარ. 3-0 მოვიგეთ. არ უშვებდი გოლს და ერთი გოლში. 4 თამაში გოლს არ გაუშვი.
ვა კლინშიტი იყო, შრალი ქარი რო არის. ხო, კლინშიტ, ვიცით, ნო. 4 თამაში არ გავუშვი არც ერთი გოლი. ბრავო. მაგრამ ფინალში კი არა, ბრაზილიას ფუტბოლი ეგ ამდენ თამაში. 6-0. და რამდენი აიღეთ ან გაგეტარა ერთი ზო. ძალიან ცუდად წავაგეთ ფინალი. სხვა დონეზე არიან ეს. სხვა ფეხები აქვს და მგონი რავი ბურთი დაიბადნეთ ბურთი დაიბადენ. ვინც არის რიოში ნამყოფი ყველა იძახის რომ აი მანქანას შუქრიშანზე რო გაჩერდებაო მოვა ტიპიო და შუშას გაგირეცხაო ან თუ გინდა აგიკენზლიო და ამ ხელა ბურთ ნაჭერს აიღებენო და კეთილ სერზე იჩერებენ და ჩამოიგდებენ თან ქვიშაში დარბიან ეგენი სხვანაირად გამოტარებულები არა სწორი თქვი და ის ნეიმარის კადრები გექნება ნანახი ფუტზალს რას უბერავში თასტენი უნდა წამოვიდო რომ ეს გავაჩერო ხალხო აი ეხლა ავაგდებთ წესები ვისწავლეთ ანუ თუ გაიტანა ალიმ ნოდარი იღებს ერთ თავის მოთამაშეს ნებისმიერ საიდანაც უნდა რა და ასე შემდეგ. ჩვენ დავინიშნავთ 3 წუთს რა, რომ ან 3 წუთს ან 3-მდე ვითამაშოთ თუ გინდა, მაგრამ 3 წუთი ჯობია, იმიტომ რომ დრო ფულია პროფესიონალ ფეხბურთელთან გვაქვს საუბარი, აქ სადაც ტაიმერი უნდა იყოს, ხო? ნუ ტექნიკაზე ვერკვევი ამეებში რა. შენ უპირატესობაზე აჰა, სტოპ პოჩ, ძალიან მარტივია. ალი ესა თუ წარწერა უფროსი დაისხებს, აი დაისხეს. წესია. აი ეს არის ქართული ფერეიდნული დარბაისლობა და ძილობა თორე. ეს კი მასალე ბიჭო. დავჭავთავ ეხლა. გამი მაქვს რომ ალის კარში ბურთი. დაზღნარდი. წავიდა დრო ჩართულია. ნოდარსიფსივე არაზუსტი დარტყმა ისევ მიჯერია. აქ თუ არის ჩემია? მე მგონი. აი ეხლა ალი დარტყმა და ესე თამაშობენ ფეხბურთს ფერეიდაში. მოიცა, ვასო, არა, ეს არ ითვლება, იმიტომ რომ მოთამაშე უნდა ამოიღო. წესის მიხედვით ერთი ცალი უნდა ამოიღო. შენ ქაოსში დავში. ამოიღე, შენ არა, იმა თვითონ ამოაძროს. და ამოიღე, დადი აქა. და დაიწყე ხა აქედან, ალი ყურადღებით იყავი რა ბურთი გავუშვიტო. არა გაკო. შენ რატო გაგო? აი აქ დადე, ბიჭო. აი იმიტომ რა ქუნა იდო სენჩი, ნუჟული ნერა. ესე, ალიჯერია. ალი ასლანი შეტევაზე. დარტყმა, გადადა, მიდი გამოაცილე, ბიჭო. მოაცილე, წავიდა წინ, მედის ნოდარი კარგად თამაშობს დაფაში. გაიტანა ნოდარი, ალი ამოიღე ერთი ცალი, რომელიც გინდა. რომელიც გინდა ამოიღე. იყოს შენს. ცენტრი მოხსნა. ანგარიში გახლავდა. ერთ-ერთი ამასობაში წუთი და 10 წამი გავიდა. ალის დარტყმა, დაცვაში კარგად თამაშობს. რაპასი ნოდარა გიჟუა თამაშობს დაცვაში. ალი, საქართველოს ფუტბოლის ნაკრების მეკარე, ევროპის ჩემპიონატზე რა? ცენტრში. არა, ერთი წამი, ეხლა ავაგდოთ ვინ დაარტყავს, რომელი გინდა? რატო შემოგავს? აი დებულება. მე მინდა რა, რომელი გინდა? ეს. ალი ურტყავს, მიდი ალი. აუ პენალტი. აი თუ დააცილე რა. გაუ უიცის რა. უი პირდაპირ გლიჯა თავში რა. მიდი ალი. ალი. ნოდარი, კომაგი, მოვიდა, ორმაგი, ტანანი ნანანო, ნანანო. მიდი ალი ყურადღები ნახ სადაუყენა რა. კედას მოარტყი. ალი დიგალიფიკაცია. ალი წვითელი ბარათი, 9 ბურთი გვაქვს ამ დროს. აუტი. აი აქ დადი. აი რა წესებს იმაშვები ხარ თომ ძალიან იცის. ალი თუ შეიძლება კარი გავას. 2 წუთი გავიდა, 1 წუთი დაჭა, ვინც გაიტანს ის მოიგებს რა. ალი დაცვას მიხედე, ნოდარ დაცვა. თავის კარში გაიტანა, ბიჭო, ამოიღე, ერთი, ამოიღე. ესე. ამოიღე. დაიწყი აქედან შქარა. 40 წამი დარჩა. ხელი გაწიეს შენი. გოლა! ამოიღე ერთი, მომეცი. ბურთი მომეცი. დადე. თო რატო ნუ დამთავრდება დრო ეხა 2 წუთი და 26 წამი. ნელა. ეგ არის. არა, ძალიან კაი. მიდი ალი, კვალი. გამაზა. მიდი, ალი უტევს მარცხენა ფლანგიდან. იქეთ მოარტყი კედელს და იქეთ წავა. აი. არა. გოლია, ხაზი გადაკვეთილია, ამოიღე ერთი ცალი და შენ გჩება 10 წამი გჩება ნოდარ. დაიწყე 10 წამი. 3-2 ალის სასარგებლო, დავაი. დამთავრდა. 5 წამი. 4 წამი, 3 წამი, ნოდარის დისკვალიფიკაცია, დრო ამოიწურავს ინფოსო მეგობრებო. ალი ასლამა დაამარცხა ნოდარი, მე მოვიგე მორიგი სურვილი და შემდეგ მაშინ შემდეგ გეწიდა. მე მოვიგე მორიგი სურვილი და შემდეგ გადაცემაში ნოდარი შეასრულებს სურვილს.
შენ რო გაქვს აგებული? ალის დამსახურებით. და შენ გაქვს აგებული. ჩვენი დღევანდელი აილაის სტუმარი იყო საქართველოს ნაკრების ფუტზალის ნაკრების მეკარე ალი ასლანი, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა გიჟუანოდარი. აუ, დიმა, შენც გაქვს აგებული. ილაპარაკე რაც კიდე, მაგრამ კიდია რა. ალი, ძალიან დიდი მადლობა შემოგვიდა, რომ მოხვედი ჩვენთან. ჩემთვის წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი პატივისცემა ჩვენგან. ჩვენი ხალხისგანაც და მოიტანე მე რას მიმანი. გიბრძანე, მე ხო არ გეშლე, მაინც არ წახვიდე ხელი მოგვიწერე იმაზე და აბალი. ნოდარ, უსავ, ნაპიტოკებს, დაბერდები, დაგიტოკე, აი რა აბათი ჰამე. დაუჭირე. თქვი მოდი, აბა თქვი ჰამე. ჰამე. ჭამე. მიდი ხო. სადაც გინდა. ნუ ვიდეო. ჯიგარ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მალე ნახავთ ამ ავტოგრაფს სოფლიოში მოდებულს. დღეს ამი დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურებთ. გამოიწერეთ თუ შეიძლება ჩვენი არხი, გულები დაგვისვით და ჩვენ ერთად მიმოძრავებთ ალი აბა ვარდიჟზე წარმატებები და წარმატებები. ველოდებით ნაკრების მორი გამოსვლებს. კარგად იყავით, დღეს ამი დავასრულეთ. ნახვამდის.